ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისთვის დამატებითი სანქციების დაწესების აუცილებლობაზე დაიწყეს მსჯელობა ბრიტანელმა კანონმდებლებმაც. პრორუსი ოლიგარქის გაერთიანებული სამეფოს მიერ დასანქცირების ინიციატივით თემთა პალატის წევრი ჯეიმს მაკლერი გამოდის, რომელმაც უკვე მიმართა ხელისუფლებას შესაბამისი ნაბიჯების გადადგმის მოთხოვნით. აღსანიშნავია ისიც, რომ გაერთიანებულ სამეფოს უკვე ყავს დასანქცირებული და მათ შორის დაწესებული აქვს როგორც ფინანსური, ასევე სავიზო შეზღუდვები შინაგან საქმეთა არალეგიტიმური მინისტრისთვის და მისი უწყების სხვა მაღალჩინოსნებისთვის. თათია წოწონავა გროტყვის უფრო მეც ივანიშვილის ბრიტანული სანქციების შესახებ თათია გისმით. დიახ, ჯეიმს მაკლერი, ბრიტანელი პოლიტიკოსი, მიმართავს გაერთიანებული სამეფოს მთავრობას და ამბობს, რომ თემთა პალატა ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის იმას, თუ როგორ დააშორა ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყანა ევროინტეგრაციას და ასევე როგორ უსწორდება მშვიდობიან დემონსტრანტებს არალეგიტიმური ხელისუფლება და ჯეიმს მაკლერი, რომელიც ახლა არის ლიბერალ-დემოკრატების პრესპიკერი ევროპის მიმართულებით თემთა პალატაში, ის ავრცელებს ამ წერილს და მოუწოდებს თემთა პალატის სახელით ბრიტანეთის მთავრობას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსად დააწესოს სანქციები სწორედ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და ასევე გაერთიანებულმა სამეფომ უნდა გადახედოს სტრატეგიულ თანამშრომლობას და სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან. მე შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთს რიგი პროექტები აქვს გაჩერებული საქართველოსთან, სწორედ ქართული ოცნების რუსული პოლიტიკის გამო, ასევე უკვე ყავს სანქცირებული 5 პირი, გომელაური, ზვიად ხარაზიშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ 3 მაღალჩინოსანი. ეს არის როგორც აქტივების გაყინვის, ანუ ფინანსური სანქცია, ასევე სავიზო შეზღუდვა და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვინაიდან ბრიტანეთი არის ძალიან აქტიური ქართული ოცნების რეჟიმის წინააღმდეგ, არ არის გამორიცხული, რომ სწორედ მალე ვიხილოთ ასეთი სანქციები სწორედ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის მხრიდანაც, ვინაიდან ხშირად ასე ხდება ხოლმე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სანქციებს იზიარებს დიდი ბრიტანეთიც და ეს ვნახეთ მათ შორის რამდენიმე კვირის წინ, როდესაც არალეგიტიმური შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები დაასანქცირა როგორც დიდმა ბრიტანეთმა, ასევე ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც. პალატა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების გამო. გმობს ბიძინა ივანიშვილის როლს დემოკრატიის შელახვისა და საქართველოში რუსეთის გავლენის ხელშეწყობაში. აღნიშნავს, რომ შეერთებულმა შტატებმა დააწესა სანქციები ივანიშვილზე და მოუწოდებს გაერთიანებული სამეფოს მთავრობას იგივე გააკეთოს დემოკრატიული უკანდახევის წინააღმდეგ მტკიცე პოზიციის დემონსტრირებისთვის. მოუწოდებს გაერთიანებული სამეფოს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვის და უფრო მჭიდრო კოორდინაციისკენ ევროკავშირის პარტნიორებთან რუსეთის ჩარევის დასაპირისპირებლად და კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერას. და როგორც უკვე ცნობილია, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სახაზინო დეპარტამენტმა უკვე დაუწესა სანქციები, ფინანსური სანქციები ბიძინა ივანიშვილს, თუმცა ეს არის პირადი პერსონალური სანქციები და ჯერ კიდევ აძლევს დროს ოფიციალური ვაშინგტონი ბიძინა ივანიშვილს, რომ დაიხიოს უკან და არ შეუშალოს ხელი ქართველი ხალხის ნების აღსრულებას, ვინაიდან არსებობს კიდევ უფრო მკაცრი სანქციები და კიდევ უფრო გამკაცრება ამ სანქციების ნამდვილად არის მოსალოდნელი, მათ შორის გავრცელება მაგალითად მის ოჯახის წევრებზე, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებზე და სწორედ ამას ითხოვენ რესპუბლიკელი კონგრესმენები ძალიან აქტიურად და ჩვენ ვნახეთ ჯო ვილსონის განცხადება, რომ როგორც იქნა ბოლოს და ბოლოს ბაიდენის ადმინისტრაციამ დაუწესა ფინანსური სანქციები ბიძინა ივანიშვილს, თუმცა ეს არ არის საკმარისი და მნიშვნელოვანია ამ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრება, ვინაიდან ივანიშვილი არ იხევს უკან და ამ საკითხზე ისაუბრა მათ შორის მეთიუ მილერმა, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერმა. ეს არის უკვე გარდამავალი ადმინისტრაცია, 20 იანვარს ჩვენ ვნახავთ ტრამპის ინაუგურაციას და იქ უკვე სხვა მაღალჩინოსნები დაიკავებენ საკუთარ ადგილს. მანამდე მეთიუ მილერი ამბობს, რომ სწორედ ქართული ოცნების ნაბიჯების გამო იღებს ამერიკის შეერთებული შტატები ასეთ ხისტ გადაწყვეტილებებს სანქციებთან დაკავშირებით და ამერიკის შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ხრჩება დიდი შეშფოთებები საქართველოს მთავრობის ისეთ ქმედებებზე, როგორიცაა საკუთარ მოსახლეობაზე ზეწოლა, დემოკრატიული გზიდან და უფრო დიდი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადახვევა, რომელზეც ისინი იყვნენ. სწორედ ამიტომ ხედავთ ჩვენგან ახალ სანქციებს საქართველოს მთავრობის წევრების წინააღმდეგ, დახმარების შემცირებას, რომლის გადაცემასაც ვაპირებდით საქართველოს მთავრობისთვის, მათთან სტრატეგიული ურთიერთობების შეჩერებას.
სანქციები არის ყველაზე ეფექტური და მძლავრი იარაღი დასავლეთის ხელში ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ და ვნახეთ ჩვენ ძალიან ხისტი გადაწყვეტილებები ქართული ოცნების რეჟიმის წინააღმდეგ გადადგმული ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, ვინაიდან მათი სათქმელი არის ძალიან მკაფიო, რომ ისინი დგანან ქართველი ხალხის გვერდით და როდესაც რეჟიმი ასე ძალადობს ქართულ საზოგადოებაზე, ბუნებრივი ამ ყველაფერს მოყვება პასუხი და ჩვენ ველოდებით ასევე გადაწყვეტილებებს ევროკავშირიდანაც, ვინაიდან კონსენსუსი არ არსებობს და ორი ქვეყანა უშლის ხელს ერთიანი გადაწყვეტილების მიღებას ევროკავშირში სანქციებთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში უკვე ინდივიდუალურ დონეზე ყველა ქვეყანა აპირებს, რომ საკუთარი გადაწყვეტილება მიიღოს ოცნების რეჟიმის წინააღმდეგ. ვნახეთ გერმანიის სანქციები 9 მაღალჩინოსნის წინააღმდეგ და მოსალოდნელი არის, რომ ასეთივე სანქციები სხვა ქვეყნებმაც გაიზიარდა.